ამ აქციებზე ვდგავარ აქციების დაწყების პირველივე დღიდან. არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან პრინციპში მეორე დღეს ვდგავარ აქციებს. 29 ნოემბრიდან ვდგავარ აქტიურად ჩვენი დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრის განცხადების მერე. დაახლოებით 100 დღეა უკვე ვდგავარ აქციებს. ბოლო 100 დღეა ვდგავარ ამ აქციებზე. პირველ რიგში მაჩვენა, რომ რაზი არის სახელმწიფო წამსვლელი ძალაუფლების შესანარჩუნებლად და როგორ შეიძლება, რომ ერთ წამში ერთი ბრძანებით უარყო ყველაფერი, რასაც მთელი შენი 12 წლიანი პოლიტიკა იდგა და დაემსგავსო იმას, ვისაც ყოველთვის ნომერ პირველ მტრად აჩვენებდნენ. მაჩვენა, რომ ჩვენ რაღაცა ძალიან სიმბოლოების და ესთეტიკის ხალხი ვართ, რომელიც ხანდახან ძალიან კარგია, ძალიან ლამაზი არის, ულამაზესი ხორუმი, მაგრამ ხანდახან ხელი შემშნელია, იმიტომ რომ ცოტა რომანტიკაში მიდის. მაჩვენა ის, რომ თავიდან მოთხოვნებიც კი არ გქონდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული და უფრო მეტად ავყევით ემოციურ მდგომარეობას და გავედით. და ეხლა ეს მოთხოვნები მარშის რიტმშიც კი არის ჩამოწერილი და გინდა არ გინდა ზუსტად იცი ეს ხალხი, რომელიც სიცივეში ქუჩაში დადის, რას ითხოვს. არ იქნება სამართალი! არ იქნება მშვიდობა! უსამართლო სასამართლო! ხალხი ზალის გეშინოდეს! უსამართლო სასამართლო! ხალხი ზალის გეშინოდეს! კარგი სამოიტანა, რომ ჯერთი ვხედავთ ჩვენ რამდენი ვართ. ეს და ვხედავთ თანამოაზრეებს ყოველ დღე და ვხედავთ ამ CGUT-ს. ვინმე კი არ გვეუბნება, რომ ამ დღეს მოდით იქ. აი, დმანისის აქცია მახსენდება განსაკუთრებით. ჩვენ რომ ჩავჯიგით მანქანაში და წავედით, 4-ნი ვიყავით მანქანაში და ვფიქრობდით, რომ ეხლა თქვა ამ ლაშაჩხვიმიანმა, რომ თუ ჩამოვა 500 ადამიანი, აღარ ვიშიმშილებ. ჩვენ 4-ნი მივდივართ, მაგრამ ვინ არის დანარჩენი 496 ჩვენ არ ვიცით, ხო? მე აღმოჩნდა, რომ ბევრად მეტი ვიყავით, 1000-ზე მეტიც ვიყავით ალბათ და ეს ძალიან კარგი ნიმუში იყო, რომ აი შევიკრიბეთ. უსამართლო სასამართლო! ხალხი ზალის გეშინოდეს! არ იქნება სამართალი! არ იქნება მშვიდობა! ავისუფლება თქვენ! არსად სამართალი! ცუდი ისაჩვენა, რომ აი ეს ცნობილი ფენომენია, რაღაცა ნიღაბს ან რაღაცა ფორმას თუ ჩაითმევ, როგორ იწყებ რაღაცა ბრძანებების შესრულებას და ეს აჩვენა, რომ ხალხი ამასაც ძალიან დიდი ხალისით აკეთებს. როგორც კი არის ჩაცმული რაღაცა ფორმაში და მისცემენ ბრძანებას, იოლად იწყებენ ამ ბრძანების შესრულებას. ამითი საზრდოობს ზოგადად ძალაუფლება, რომ ბრძანებებს ასრულებენ ისე, რომ არსვამენ კითხვას. იქნებ არ უნდა შევასრულო მე ეს ბრძანება. დავინახე განვითარების სტადიები, რომელიც აქამდე არ გვინახავს, აშკარად არიან ძალოვნებიც განვითარებულები, რაშიდაც ალბათ მილიონები აქვს დახარჯული. არის ძალიან ძიმე ბანდიტური სტრუქტურა შექმნილი იქეთ ხარეს. აშკარად ეთყობათ, რომ ეს არა მხოლოდ რაღაც ფულის გამო, არამედ იდეის გამო გაერთიანებული რაღაც შავფორმიანი რაღაც ნეომხედრიონული დაჯგუფებაა, რომელიც ალბათ იმიტომ რომ ყველა smartphone-ი გვაქვს ჯიბეში, ეს smartphone-ი ვეღარ გვესვრიან და ვერ აგვაფეთქებენ და რაც შეეძლოთ მაქსიმალურად დაამცირეს ადამიანები ცემეს სახეში აფურთხეს. ისიც მასწავლა რომ არც იქეთ მithumedes და არც აქეთ არის ყველა ანგელოზი და არც რაღაც პერფექციონისტულ ჭრილში არ უნდა განვიხილოთ რაღაცეები და უნდა ვისწავლო აქაც ძალიან ბევრი დაძაბულობა ვინ ვისი შემოგზავნილია ვინ რატომ მეც არ აკეთებს ვინ პოლიტიკოსმა ის რატო არ გააკეთა ზოგი იქ რატო და ზოგი არის ეს ზოგი ხელოვნურად შემოტანილი და ალბათ უშიშროების სამსახურები რა თქმა უნდა მუშაობენ რომ დაყავი და იბატონეს პრინციპზე აქეთაც ძალიან რთულია გაერთიანება დაკავებულების ოჯახებშიც კი რთული აღმოჩნდა იმიტომ რომ რაღაც მომენტში გულისწყდებით და იმას მეტ დროს უთმობენ ამას მეტი ყურადღება იმის სახელი მეჯერ გაჟღერდა და
სუფთად ადამიანური ემოციები დავინახე, რა თქმა უნდა. იგივე ეს თქვათ ვიღაცეებისთვის საყვარელი სპორტსმენები იქნებიან თუ ჩვენი მეგობრები თუ ნათესავები თუ ახლობლები, ხო? რომ ისინი ამ პროტესტის და ბრძოლის წინახაზე არ არიან სოლიდარულები, თანაგრძნობის გზნობა თუ განცდა არ აქვს. ეს ძალიან დიდი, ის არის, რა ქვია, წუხილი არის ჩემთვის და დანაკარგიც არის, იმიტომ რომ ამის აღდგენა არ იქნება მარტივი და თუ საერთოდ შესაძლებელი იქნება, ხო? ეს არის რაღაც ადამიანური სახის დაკარგვა. მაგრამ მეორე მხრივ ზუსტად ადამიანები არიან მონაპოვარიც და ჯგუფები ზოგადად თქვათ სოლიდარობის ეს მასშტაბი, რასაც ჩვენ საქართველოში ხედავთ, თუნდაც ეხა სტიქიაზე გამოხმაურება ადამიანების, ჯარიმების შემთხვევაში, ხო, ადამიანები იკრიბებიან, კრებენ რაღაცა თანხებს, როგორ ვეხმარებით ერთმანეთს, ხო? ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი ჩემთვისაც. ყველაფერი შეიძლება ადამიანმა გასწირო აი იმ ზოგადი და დიდი მიზნისთვის, იმიტომ რომ ზუსტად იმ შვილებისთვის არაფერს ამის გარეშე აზრი არ აქვს. და რასაც თქვათ საუკუნეების განმავლობაში ისტორიაში ვკითხულობთ თუ ლიტერატურაში ვკითხულობთ, დავინახე რომ არის ძალიან რეალური და ჩვეულებრივი რაღაც და რომ ჩემ გვერდით უამრავი ადამიანი იბრძვის ჩემზე მაგრად და თავგანწირულად და ეს თავგანწირვა ასევე ვიგრძენი რომ ნელ-ნელა იკვეთება რომ რაღაცა პოლიტიკურ ამბებშიც გადაითარგმნება და საჭირო დროს აუცილებლად გამოიღებს შედეგს. მეგობრობაა დედას მიცავარ. იმიტომ რომ მე ჩემი თავისთვის გაციებულს, ძალიან დაღლილს, უძილოს თუ იმას მთელი დღე ნაფუნქციონირებს, გადამიბიჯებია და ჩემი მეგობრების გამო დავმდგარო არ იქ, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ისინი იქ იყვნენ და თუ ისინი რისკავენ დაჯარიმებას, იმას გედედესგან დარბევას და რაღაცას, მე უბრალოდ ვერ ჩერდები სახლში რა, ვერანაირად ვერ გაჩერდები და ვერ დაისვენებ, ვერ აჯობებ რა მაგას. ჩემ შემთხვევაში მართლა პასუხისგებლობის გრძნობა. თუ მაგალითად მე მგონია რომ ჩემი სტუდენტებიც ან სხვა სტუდენტებიც და პროფესორებიც უნდა პროტესტებდნენ და იცავდნენ სამართლიანობას, მგონია რომ მე ვალება, იმიტომ რომ ვიღაცა სხვა ხალხი არ არსებობს, რომელიც ამას ჩვენაგივრად იზამს, რომ უყურებ რომ დაჩაგრეს ეს ამდენი ხალხი, ხომ და აღშფოთდნენ. აბა თუ არ აღშფოთდები, თუ არაფერი არ გაღელვებს და ასე შემდეგ, მაშინ აი რა აზრი აქვს ეს ცხოვრებას, უნდა წაყვა უბრალოდ დინებას. მე კი მე მცივა ხო, სხვა შორს ძალიან არა ვარ ისეთი ზოგი ხوارი ძალიან ყოჩაღი, მე არა ვარ ესეთი ადამიანი. და იმასაც ნერვიულობ, კიდე არ ვიცი და არ მინახმე რომ კანონი დავარღვიო. და სულ ფიქრობ და ვცდილობ რომ პოლიციელებისგან გავიგო, რომ ეხა ხო არის ეს გადაკეტილი. ამასაც მანიპულირების ქვეშ ვართ. მოდივე გაურკვევლობაში, რომ ეხა გადაკეტილია. აბა თქვენი აზრით, ბევრი ხალხი დგას, ცოტა ხალხი დგას, კი არ ვეკითხები ხა ამას დიდად, მაგრამ სამჭუნვაში ვარ, მაგრამ მეც გავდივარ. როდესაც აქ საკმარისი ადგილია და გზაზე გადადის მოქალაქე, ხო? გადადის გზაზე მოქალაქე. ეს არის კანონდარღვევა და ჯარიმდება. მაგრამ როცა პატრული კეტავს გზას, მაშინ არის კანონდარღვევა? მოგიწოდეთ კიდევ ერთხელ, თუ საკმარისი ადგილი აქვს და ეტევით, ჩაატარეთ აქცია, თუ არ იქნება საკმარისი ადგილი, აქ შემთხვევაში ორგანიზატორი მოვიდეს, მოგმართოთ და დაგეხმარებით, ოღონდ თვითნებურად გზას უნდა დავკეტავთ. გასაგებია, ხო? აი ერთ-ერთი აქტივისტი ნიკა ნარსია 12 ჯერ დააჯარიმეს უკვე და მე რო ნიკას რო უყურებ აქციებზე სიცილი მიტყდება მეც ვერანაირ ემოციას ვეღარ გამოვხატავ. კიდე ჯარიმაზე ხარ? სასწაულად კი. ხურცელი პრობლემა თუ აქვს მე მინდა დაგეხმაროს. ზო მე 12 ჯარიმა. ვიღაცას მე კომენტარებში ეწერა რომ ადამიანს რო 12 ჯერ აჯარიმებ იმას რუსთავალზე დგომისგან და სხვა რა გამოსავალს უტოვებ. შესაბამისად რაღაც შექსპირისეული არ იყოს იმ ძალის ნაწილი, რომელსაც მუდამ რაღაც ბოროტებას წადია და სიკეთეს აკეთებს შემთხვევით და შესაბამისად რაც არ უნდა იმათ სულები გააკეთონ, ის სულა იმ მათზეც მოქმედებს რაღაცა მთლიანად 100% პოტენციურად მათს ვერ იმოქმედებს რაღაც ჩვენ ვსწავლობთ, თუნდაც ის ჯარიმები, ის გასაჩივრება რაც ვისწავლეთ და პირიქით იქეთ სისტემა გადაეტვირთათ და
თებერვლის დასაწყისში დაჯერებულ ადამიანებს აპრილში აქვს ჩანიშნული პროცესები, ესეც მათ მოქმედებს. როგორც საბჭოთა ცენზურას გაეპარა ცისფერი მთები და უამრავი ფილმი, წიგნი, ისე გაეპარა ამათ ტიფლისი სერიალი ტიფლისი. საკუთარი ფულით გადაიღეს თავის თავზე რას სიმახინჯეებს აკეთებენ. და მე ძალიან მიხარია, რომ ამ ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი ცხოვრებაში იგივე როლს ასრულებს კახა კინძურაშვილი როგორც ფილმში და საქმის გარემოებთან დაკავშირებით. უბრალოდ არჩილს რაჭირს ეგ ვერ გავიგე. მადლობა, კარგად იყავით. აგერად დაკავებულის ძმა ვარ და დაკავებულის ოჯახიდან ვარ და უფრო მათთან მაქვს შეხება და ეს უკვე იმდენად მძიმე რაღაც ვერ გაჩერდება, ეს აი ირინა ენუქიძე რასაც გყავდა სავარაუდოდ რასაც უყურებდით, იგივე მე კი ჩვენ გაგვიმართლა და ცოცხლები ყავს ჩვენი ოჯახის წევრები, მაგრამ მსგავს უსამართლობას განვიცდით ჩვენ სახელმწიფოს მხედრას მახაზ მაჩალიკაშვილი რასაც გამოყავდა ამდენი ხანი. ვერ გავჩერდ ჩვენთვის ეს უკვე პოლიტიკურ ამბავს გაცდა, ეს არის ოჯახში შემოვარდნა და შესაბამისად ოჯახში რო გივარდებიან, იქ არც კანისფერს კითხულობ და არც რელიგიას და არავისაც ჩვენ ვიცავ ჩვენ ოჯახებს. როგორც იცით, ყოველ პარასკევს იმართება სოლიდარობის მსვლელობა, თავისუფლება სინდისის პატიმრებს, თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს. ადამიანობა ქვია რა ჩემთვის მაგას, ხო? რაც არის, რომ ძალიან დიდი პროტესტი აი ამ უთანასწორობაზე, ჩაგვრაზე, ძალადობაზე, მე პირადად აი ორგანულად მძულს მართლა ჩაგვრა. თუ ხედავ, რომ აი თუნდაც თქვა პროტესტმა გაიმარჯვოს და ჩვენ მე შემდეგ მოძალადეები და ჩაგვრელები დავჩაგროთ ზუსტად ისე, როგორც ისინი ჩაგრავდნენ, ესეც მიუღებელი არის ჩემთვის. ანუ ეს ზოგადად ძალადობა იმდენად მიუღებელია, რომ აი ამაზე რეაგირება გონია, რომ აუცილებელი არის და თუ ამაზე რეაგირება არ გვექნება და თუ ეს არ იქნება პრინციპული და ისეთი უდრეკი თუ მერყევი თუ ჯიუტი, ანუ მაშინ საზოგადოებად ვერ შევდგები. პირველეს ყოვლისა მივდივარ იმიტომ, რომ მოვალედ ვთვლი თავს მომავლის წინაშე. რომ მკითხავენ, შენ ამ დროს სად იყავი, შენ ამაზე რას უპასუხებ. მეორე ეს რა თქმა უნდა არის წარსულისადმი პასუხისმგებლობაც, იმიტომ რომ ფიქრობ, რომ რას უპასუხებ მამაჩემის ხსოვნას, ჩემი წინაპრების ხსოვნას. ეს კიდე არის უზარმაზარი შიში. შიში აი ამ ავტორიტარიზმში ცხოვრებისა და შეიძლება რაღაცის აქეთაც გეშინოდეს, ხო, ვთქვათ, იმავე ჩარტყმის, ლანძღვის, პატიმრობის, ჭყლეტის, 1000 რაღაცი შეიძლება გეშინოდეს, ხო, მაგრამ იმისი შიში რითაც გვემუქრებიან, გაცილებით უფრო დიდია, ყველაფერზე უფრო დიდია ის შიში. მოდი ასე პირდაპირ ვთქვათ, უსამართლო ქვეყანაში ცხოვრების შიში, რაშიც ჩვენ უკვე აღმოვჩნდით და შესაბამისად ოდნავ მაინც საშუალება თუ მაქვს, ვთქვათ, თუ ავად არ ვარ, აუცილებლად გავდივარ. სადამდეც მივდივარ, ის არის, რომ ეს ამ ბრძოლის შედეგი ვერსად და ვერავისგან ვერ გადაწყდება გარდა ქართველი ხალხისგან. რამდენი ხანი უნდა ვიდგეთ, არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ თუ გავჩერდებით, მერე ესეთი ბრძოლის თავიდან წამოწყება შეიძლება შეუძლებელიც იყოს, იმიტომ რომ ეს კანონები უფრო და უფრო მეტად სასტიკი და დრაკონული გახდეს და მაგიტომ ვერ ვჩერდები, იმიტომ რომ ამას შესაძლო ბევრად უფრო ბრუტალურ მომავალს ხედავ და დასაშვებია. იმიტომ რომ სოფლიოში ყველაფერი დასაშვები გახდა საერთოდ. ჩვენ გვიჭირს მივხვდეთ, რას გააკეთებს ქართული ოცნება, იმიტომ რომ ისინი არ იქცევიან როგორც პოლიტიკოსები და რაღაცა გემბლერი რო იყო ადამიანი მოთამაშე, ისე იქცევა ცოტა და ჩვენ ვიცით, რომ ამის უკან დგას ჩემი აზრით
დგას ივანიშვილი და არ დგას პოლიტიკური მოთამაშე. ის ამას ხვანერად უყურებს და წაგება მოგების იმაში ხო რაღაცა მოახერხა თუ არა რაღაცა ბიზნეს გარიგება, რაღაც როგორც ჩანს ასე უყურებს და ჩვენთვის ძნელია გავთვალოთ რას იზამენ ისინი, მაგრამ დანარჩენ საზოგადოება ხო არსებობს და იმ დანარჩენმა საზოგადოებამ დარწმუნებული ვარ მე რომ ეხლა გაცილებით უკეთ დაინახა რა ცუდად არის საქმე, იმიტომ რომ ის რომ ამდენ რაღაცას გაბედავდნენ მე ვერ წარმოვიდგენდი ის რომ ასეთი უტიფარი იქნებოდა სასამართლო ვერ წარმოვიდგენდი ეხლა როგორ უნდა გავჩერდეთ უნივერსიტეტებს იმდენ რაღაცა ემუქრებათ უცბად გამოაცხადეს რომ რაღაცა უშიშროების შედგენილი კომისია დაიწყებს ჩვენ რეფორმირებას და ჩვენ ეხლა მგონია რომ ძალიან უნდა ამოვიღოთ ხმან მოდიმევთ არის რაღაცა საბობი რაც არ გაძლევს იმას რომ დანებდება თუ დავნებდებით გაგვაუქმებენ და გვეტყვიან რომ ახლა მათი წარმოდგენები ჩვენ წარმოდგენებს ჯობია და მორჩამით. პირველ რიგში ესე მარტივადაც არ გვაქვს ჩვენ საქმე რომ ვთქვათ რომ 100 დღეში უნდა ეს არის რეჟიმი რომელიც 12 წელი ამ ყველაფერს აშენებს ეს ხო არ არის გუშინ დაწყებული პროცესი ეს პოლიციის საპოლიციო სისტემის წმენდა ჩემ თვალწინ ხდებოდა რაღაც ხრი ჩემი მეგობრები გულწრფელი მართლა პოლიციის მენტალიტეტით და საზოგადოების სადარჟოზე ყოფი ადამიანები წავიდნენ რაღაც უცხოეთში და მექსიკით და ამერიკაში და ნუ რო ვერ გაუძლეს და რომ მივიდნენ ჩააბარეს რეგონად რო აი რაღაც და აქციებზე ხალხის დარბევას რო ავალებდნენ 2017-18 წლებში მიხვდნენ და წავი ახლა ჩემზე უმცროს 25-26 წლის ადამიანებზე ვხსოვ 12 წლის ნაშენებ ესეთ თლიანად კგბ-ს და რაღაც ბელარუსთან მიბული სისტემას ეგრე მარტივად ვერ დავამარცხებ მაგრამ ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს ანუ ცემით ვეღარ გვცემენ სისხლზე ვეღარავის იჭერენ ის კანონები რაც მიიღეს უმეტესობას ვერ აღასრულებენ ის უცხოური კანონიც თითქოს უცხოური ქალანების აგენტების რაღაც კანონი ასე ვთქვათ შეერჩათ თვითონაც დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი დაძაბულობა აქვს სანქციების ქვეშ არიან დალაპარაკებით არავინ ელაპარაკება დადიან მათ შორის ეგ ჩემი აზრით პროგრესია და რამდენ ხანს უნდა დაჭირდეს რა ვიცი სადაც ისინი 12 წელი ამას აშენებდნენ ჩვენც უნდა ვიყოთ მაქსიმალურ ნებისმიერ ბრძოლაში დამთავრებაზე არ უნდა ფიქრობდნენ წარმატებაზე უნდა ფიქრობდნენ მე იმედი მაქვს და ზოგადადად ბევრ რაღაცაში მგონია რომ ამინდი ბევრ ამას განაპირობებს ხო და წყვეც და მე მგონია რომ როგორც კი ვთქვათ ამინდი შეიცვლება და უკეთესი ამინდები გამოვა სიტუაციაც უკეთესობისკენ შეიცვლება პირდაპირ გაგებითაც და გადატანითი გაგებითაც ამიტომ ხო აი ეს ცოტაც მოვითმინოთ შეიძლება ვიღაცა მართლა მაგას გულისხმობს რომ შემდეგ ვთქვათ ყინვაში და სიცივეში აღარ მოგვიწევს ყოფნა და ხო ამინდთან ერთად გაზაფხულთან და შემდეგ ზაფხულთან ერთად უკვე კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვა მაშინ განწყობაც იცვლება ცვლილებებისკენ უფრო მიდრეკილიც ხდებით და მგონია რომ ეგ დიდ გარდატეხას შეიტანს რა თქმა უნდა ჩვენ ბრძოლა არის განწირული სულისკვეთება რომელიც რა თქმა უნდა არაფრით არ ჩაივლის ცუდად ანუ ტყუილად უბრალოდ მაგრამ რომ შევხედოთ საქართველოს ისტორიას მთელი ისტორია განწირული სულისკვეთება იყო და გადავრჩით ხო ჩვენი ბრძოლა არასდროს არ ყოფილა რაღაცა 50-ზე და მე მგონია რომ როცა შენ შეგიძლია ასე განწირულად იბრძოლო ეს გამოიღებს შედეგს. აი ასეთ იდეალისტურ რაღაც ფიქრებში ვარ გახლართული, იმდენად, რამდენადაც ვთქვათ, ჩემი პოლიტიკური, სოციოლოგიური და ასე შემდეგ ინტელექტი არ ყოფნის ამ ყველაფრის განსჯას, განჭვრეტას, დიაგნოზის დასმას. მე უბრალოდ მორალურად ვიცი რა არის სწორი, რა არის არასწორი და ვიქცევი ისე, როგორც მიმაჩნია, რომ სწორი. ძალიან ბევრჯერ დავხვრილ ვარ და მივსულ ვართ აქციაზე 5-6 ნაცნობი და ახალი კანონის მერე გზა რო გადაიგეტა სამნი ჩავსულ ვართ ტროტუარიდან ასფალტზე და ეგ ძალიან მძიმე იყო რა ამის დანახვა და გადაანალიზება საკუთარ თავში რომ ვიღაცა უკვე წაბურძიკდა იმიტომ რომ ვიღაცას უკვე
იქ მოუჭირა სახელმწიფომ. იმიტომ რომ შიშა რა ან რაღაც უბრალოდ სწორი წერტილი იპოვა, როგორ შეიძლება რომ ეს ადამიანი თავის გულწრფელი იდეისგან განეშორებინა და შეეშინებინა. შეეშინებაც არ მინდა სწორი სიტყვა. ეგეთ მომენტებში ძალიან დავღლულა ეს ქვეყანა ხო ეგ არა? უნდა დაიღალოს საქართველოს სიყვარულში, ეგ არის ბოლოს მისია. აი ეს ამბავი რა ხა აზრი არა აქვს, არ მიფიქრია მე. იმიტომ რომ თვითონ ბრძოლაშია აზრი. Ну ეს ერთმა სტუდენტმა თქვა, კარგად, მე ხა იმიტომ ვიბრძი, რომ მე ბრძოლა შევძლო. მე ყოველდღე არ დავდივარ, მე მგონი კვირაში 5 ჯერ დავდივარ. ვცდილობ ხოლმე, რომ 1-2 დღე არ მივიდე. ზოგი ყოველდღე დადის. მე არ წარმოვადგენ თან არც ერთ პარტიას და ვცდილობ, რომ აი სხვადასხვა პარტიების იქნება მოძრაობების თუ ისე ხალხის მიერ ორგანიზებულ რაზეც თვლი რომ მართალია, იმათზე ყველაფერზე მივდივარ, მაგრამ აზრი როგორ არა აქვს, აბა რა უნდა ვქნათ ხო, არ ვიცი. სიცივეში მithქვამს, რომ ხუმრობით რომ და ჩემი ძმა იყოს აქ და მე ვიჯდე იქ და ის დადიოდეს. ნუ ხუმრობით რა თქმა უნდა, მეც იუმორისტი ვარ რაღაც ნაწილობრივად ჩემი ძმაც ვიტყოდეს. და ისე არა რა თქმა უნდა, ანუ სულ რომ მართლა 90-იანები გვაქვს გამოვლილი და მართლა ხმელ ჭადზე რო გადავიდეთ, არავინ არ გაჩერდება. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ 6 წელი გაუძლოთ იმას, რომ ჩვენი თან სულ ეს არჩევნები თავიდანაც ჩატარდეს 6 წლამდე და 9 წლამდე ემუქრებათ ადამიანებს აბსოლუტურად უსამართლოდ პატიმრობა და მომდევნო არჩევნებზეც კი ციხეში უნდა იყვნენ იმათი გაგებითაც კი მაგას არავინ არ ვაპირებ. ჩემზე მხრედარიან დედები საერთოდ და ხარება და გედედი ალბათ დაგხოცავდნენ და წინა დედები და ქალები გვეფარებოდნენ ყოველთვის და ამიტომ არანაირი უიმედობა მე არ გამჩნევია თუ მიჩდება მე რუსთაველზე გავალ და აუცილებლად თავიდან თანამებრძოლეს რო ხედა პროცესს არ უნდა მოშორდე ასე რომ ვთქვა. დაღლაზე ძალიან დავიღალე კი ბევრჯერ ყოფილა, მაგრამ აზრი არ აქვს ან რაღაც აღარ გავაგრძელოთ არა ეგეთი მომენტი არ ყოფილა. მით უმეტეს როცა ჩვენ ხედავთ ისეთ მაგალითებს როგორც აი ხა ამ მომენტში მზია ამაღლობის ეს არის ხო სასამართლო მიდიის თემურ ქათამაძე, აფგან სადიგოვი. აფგან სადიგოვი რა ვიცი რამდენი დღე იყო 50 დღეზე მეტი იყო, შიმშილობდა და ამიტომ დანებების და გაჩერების უფლება არ გვაქვს. ჩვენ არ გვაქვს ერთი მხრივ არ გვაქვს უიმედობის ფუფუნება. ჩვენ იმდენად პატარაერი ვართ და ქრონიკულად გაჭირვებული, რომ რომანტიკოსი ბარათაშვილიც კი ვერ იყო ბოლომდე უიმედო და ჩვენ მით უფრო ახლა არ გვაქვს არანაირი უფლება ვიყოთ უიმედოები და ჩავიქნიოთ ხელი. გარდა ამისა ძალიან კარგად ვიაზრებ, რომ დიდი ამბავია, რომ ჯერ კიდევ გვაქვს ბრძოლის საშუალება. სანამ გვაქვს ბრძოლის საშუალება, მე ვარ ძალიან მადლობელი ყოველი დილის რაღაცნაირად, აი მართლა კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ შეიძლება არ ვარ დიდად მორწმუნე ადამიანი, მაგრამ ქრისტიანული მადლიერებით ვარ სავსე, რომ შემიძლია საღამოს დავდგე და რაღაცა პატარა გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის.